პოლიტმეტრი ეთერში დაბრუნდა დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგული, ნინო ლომჯერე, მამუკა აბულაძე, არასამთავრობო სექტორი, ასე ვთქვათ, versus საპარლამენტო უმრავლესობა. ბატონ დავით, რას უკავშირებთ აი ამ აჟიოტაჟს? ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა, თუნდაც საპატრიარქოსთან, თუ ეს არის რაიმე მართლა არსებით თემებთან დაკავშირებული პრობლემა? მოგესალმებით. მე არც კი მახსენდება ბოლო ხანებში, ბოლო წლებში ისეთი აქტიურობა კანონპროექტის განხილვისა, როგორც ამ თვითმმართველობის კოდექსს აყდა თან გაზაფხულიდან მოყოლებული. 50-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა რაიონში, შერგელაშვილი, მელაშვილი, ნარმანია, სხვა წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ვიცი როგორი დაინტერესებული შეხვედრები იყო სენაკში, ზუგდიდში და ბევრ სხვა ადგილას. ეს გაზაფხულიდან მოყოლებული არის, ძალიან გამჭვირვალედ მიდიოდა პროცესი. ამასთანავე ბევრი რამ აი ამ შეხვედრების დროს ზუსტებოდა და პარლამენტში შემოვიდა უკვე მთავრობის გადაწყვეტილებით ივანიშვილის ხელმოწერით კანონპროექტი პაკეტი, ძალიან ბევრი დოკუმენტი ახლავს თავს, თან ამ ძირითად დოკუმენტს. 200 მუხლიანია, 197-ია თუ სწორად მახსოვს, ძირითადი კანონპროექტი და კიდევ რამდენიმე ათეული თანამდები პაკეტია. რაც შეეხება შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს, მე ვფიქრობ, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სხვადასხვა მოტივაცია, ეს მათ უნდა კითხოთ, ეს არის თემები, რომელშიც მათ რა თქმა უნდა ინტერესი აქვს, წინარი თვითმმართველობის არჩევნები, გაუგებარი არის სხვა რამ. როცა ამ პარტიების დიდ ნაწილს, პრაქტიკულად ყველას, ვინც ახლა მოგმართავს, რომ არიქა არავითარ შემთხვევაში არ შექმნათ რაიმე მსგავსი სამხარეო რეგიონული სტრუქტურა, არც საკონსულტაციო, არც რაიმე სხვა ფუნქციების მატარებელი. ამ პარტიებს თავისი პროგრამები აქვთ, თავისი დოკუმენტები აქვთ. საგურამოს მანიფესტი მივიღეთ ჩვენ 2007 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი თავადი დოკუმენტი ეროვნულ საბჭოში. და რა წერია შიგნით? იქ წერია თვითმმართველობა და იქ წერია რეგიონი. რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოები. მე ვიცი რომ ქალბატონი მანანა იქნება ხო ჭართვაზე და აინტერესებს მის პოზიციები, ახალ მემარჯვენეები ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც ყოველთვის ითხოვდნენ ორდონიან თვითმმართველობას. ერთი ლევანდელი რაიონის დონეზე, მეორე მხარის დონეზე და მხარის დონეზე 2005-შიც, 2007-შიც დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 2012-შიც საპარლამენტო არჩევნებში მათი კამპანიის დროს ისინი ამბობდნენ, რომ აი ორი დონე უნდა იყოს და ეხლა ამ დროს მეუბნებიან, რომ რაღაც ტიპის საფრთხეა იმ მეორე დონეზე პირდაპირ არჩეულ საბჭოებს ითხოვდნენ. რასაც ჩვენ ეხლა არ ვაკეთებთ. თქვენ ეხლა ამბობთ იმას, რომ აი დოკუმენტი, რომელთაც მათ მოგმართეს 14 პუნქტია დაახლოებით, ეხება რეგიონულ დონეს, მუნიციპალურ დონეს, ბიუჯეტის თემას და ასე შემდეგ, რომ ეს მათი გამაერთიანებელი ეს თემები გახდა ხელოვნურად, არაპოლიტიკური მოტივაციით. ამაზე თავად ისაუბრენ, მაგალითად მაგ პუნქტებში წერია, რომ არ უნდა იყოს რეგიონის დონეზე არჩევითი ორგანო. არ წარმომადგენლობითი და არ წარმომადგენლობითი არც. რას ამბობდნენ ისინი? მაგალითად, აი ახლა გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ეს ნებისმიერი რაღაც ასეთი ორგანო სეპარატიზმის სერიოზული პრობლემის შემქმნელია. ამ დროს გიორგი თარგამაძის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კამპანიის დროს პირდაპირ წერია, თან კარგად წერია. სიტყვა სიტყვით მოყვებიან, რა ჩვენ გვიწერია ახლა კოდექსში. ამბობენ, რომ 12-13 თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს. ზუსტად იქა ვარ ჩვენ, 5 არსებობს, 7 ვამატებთ, გამოდის 12. ამაში გვეთანხმებიან. დონეზე წერია, რომ უნდა იყოს ორდონიანი თვითმმართველობა, მეორე დონეზე უნდა შეიქმნას ასოცირებული საკრებულოები, რომლის წევრებსაც დააკომპლექტებენ პირველი დონის თვითმმართველობის საკრებულოები. ზუსტად ამას ვაკეთებთ. ეს უწერიათ მათ და საკუთარ საარჩევნო დოკუმენტებში აგერ ახლა აი გუშინ წინ
საპრეზიდენტო კამპანიის დროს. და ეხლა რო გვიწერენ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას არჩევითი ორგანო, მაშინ ჯერ საკუთარი პოზიციები გადახედონ, იგივე ვითარება ყველა იმ პარტიასთან, ვინც ხელს აწევს ამ დოკუმენტს. აი რაგიღა თქვენ ამ მიმართულებით წახვედით, მე პირველივე ეტაპზე შემოვიყვანე ჩვენი გადაცემის მონაწილეებს, მანან ნაჭყებიას, ახალმემარჯვენეებს, ჭონდი ბაღათურიას, ქართულდას, გიორგი ახვლედიანს, ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, საღამშიდობისა. მადლობა გადაცემაში მონაწილეებისთვის. ხალბატონო მანანა, რატომ შეიცვალეს პოზიცია, ასე გამოიკვეთა ბატონი დავითის საუბრიდან გამომდინარე? არა, მე ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს შეცდომაში შეყავს მაყურებელი, აქ ახალმემარჯვენეებს არანაირად პოზიცია არ შეუცვლია, ჩვენ ორდონიან თვითმმართველობაზე ვსაუბრობდით. საქმე ის არის, რომ დღეს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა კოალიციამ შემოგთავაზა, სულაც არ არის ორდონიანი თვითმმართველობა, მათ აქვს შემოთავაზებული თვითმმართველობა ქვედა დონეზე და შემოთავაზებული აქვს მმართველობა ზედა დონეზე. ანუ ბატონი დავითი მე მგონი დამედასტურებს და იტყვის, რომ მათ კანონპროექტში თავდაპირველ ვარიანტზე რო ვილაპარაკოთ, საუბარია იმაზე, რომ გუბერნატორი არის მთავრობის მიერ დანიშნული და გუბერნატორთან იქმნება რეგიონული მუნიციპალიტეტების საბჭო, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ასოცირებული ორგანო და იმ შემთხვევაში თუ წარმოიქმნება კოლიზია ამ ორ ორგანოს შორის, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არამც ეს არ ნიშნავს თვითმმართველობას. მე მგონი ბატონი დავითი ამაზე დამეთანხმება. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თვითმმართველობის არსი. აქ ეს არის მთავარი და ეს არის გასაპროტესტებელი, თორე იმაზე რეგიონული იყოს თუ არ იყოს, ამაზე შეიძლება ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბროთ და სხვათა შორის მოდი ბატონო დავით თქვენს პროგრამაში ჩავეხედოთ, თქვენ საერთოდ გიწერიათ იქ რომ გუბერნატორის ინსტიტუტს გავაუქმებთ, თუ არ ვწდები მე ყოველ შემთხვევაში ასე მახსოვს, მაგრამ მოდით აი მთავარ პრობლემას ნუ დავკარგავთ აი ამ რეგიონულ დონეზე არჩევითობას ხარს ხო უჭერდეთ ახალმემარჯვენეებს? რა თქმა უნდა, ოღონდ არჩევითობას და თვითმმართველობას ბატონო დავით. სხვა 9 პარტიას ერთად ხელი მოაწერთ რომ არ უნდა აირჩიეს. არც ვირჩევთ. თქვენ თქვენ არ ირჩევთ. საკუთარ პოზიციის საწინააღმდეგოდ მოაწერეთ. ნება მომეცით მე საზოგადოებას აუხსნათ, თქვენ რას გვთავაზობთ? თქვენ გვთავაზობთ ქვედა დონეზე თვითმმართველობას, ხოლო ამ თვითმმართველობას ზემოდან უნიშნავთ თქვენს მიერ წარმოდგენილ გუბერნატორს, თქვენს მიერ დანიშნულ გუბერნატორს, იმ უქმნით შირმად საზოგადოებრივ საბჭოს, რომელსაც ბევრი არაფერი უფლებამოსილება გააჩნია და საბოლოო ჯამში მაინც გადაწყდება ისე, როგორც მოისურვებს მთავრობა. სეპარატიზმის საფრთხეს ქმნით თუ არა? მოდით რა სეპარატიზმი? ახალმემარჯვენეები რას ფიქრობთ? ის საკონსულტაციო სამხარეო საბჭოები სეპარატიზმის ბაცილის მატარებელი არის თუ ვერ არის? ბატონო დავით, ახალმემარჯვენეებს არც მაშინ და არც ახლა სადარ დაუფიქსირებია, რომ აქ სეპარატიზმის საფრთხეა. ერთადერთი ჩვენ ნამდვილად ვენდობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ადამიანი არის მოქალაქე, თავისი ქვეყნის პატრიოტი, ის არის ამ ქვეყნის საქართველოს შვილი და მე ნამდვილად არ ველი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისაგან რაიმეს. ხოლო გარედან ბატონო დავით, დამამთავრებელი ბატონო დავით, დამამთავრებელი ძალიან ვთხოვთ, მე გპასუხობთ და მე გააკეთეთ თქვენ თვითონ და რასაც არ ვქნით, რატომ ხერხო არ შექმნათ? რაც შეეხება საფრთხეს გარედან, როგორ გამოიყენებს ამას ჩვენი უცხოელი მეზობელი, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ კიდევ ერთხელ ვამბობ, მით უმეტეს იმ კონტექსტში, როცა საქართველოს წინ ელის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წელი არაპირების ხელშეკრულებით და ასოცირების ხელშეკრულებამდე. ამიტომ მოდით რა ამაზე ნუ გადავეტანთ. ეცით რა არის, მე თქვენც მინდა მოგიწოდოთ ბატონო დავით, ბატონ ზვიაცაც მინდა მოვიწოდოთ და საერთოდ ზოგადად თქვა, რომ ნუ თუ არ ეღირსება საქართველოს როდესმე რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და შემდეგ არ დაიწყოს ამ ტონით ლაპარაკი და სადმე მაინც თქვას, რომ იცით რა, არასწორად მოვიქეცი შემეშალა, მოდით ვიმსჯელოთ. დაწყებული თვითონ აი ამ პროექტის განხილვიდან, რომელსაც არასწორი ფორმა ჰქონდა, მოდი პირდაპირ გეტყვით, თქვენ აქ თქვით, რომ 50 ქალაქში იქნა განხილულიო. არც ერთ ქალაქში ამაზე არ ამწყდარა საუბარი, იმიტომ რომ იქ არიჯდა ის ადამიანები, რომელსაც ჰქონდა კომპეტენცია განესაზღვრა რა არის თვითმმართველობა. ითქეთ თქვენი პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ ხათუნას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ გუშინ შეკრებილი ვიყავით ერთ-ერთ ფორუმზე, რა უპასუხა მალ აგოდეხის საკრებულოს წარმომადგენელმა. უთხრა, ჩვენ ვკითხეთ ხალხნო, იქ რო თქვენი პარტიის აქტივისტები დასვით, ბუნებრივია ისინი დაგეთანხმებიან ყველაფერში. ჩვენ ვკითხეთ საკრებულოებთან ერთად განიხილეთ და ჩვენ გეტყვით რა არის ასობით ადამიანი ესწრებოდა უამრავ ადგილას ამ შექმნას.
დავით, მე ვესწრები ასეთ შეხვედრებს. ბატონო დავით, იცით რა არის? მე ვერ დამისახელებთ ვერც თქვენი პარტიის აქტივისტს, რომელიც მამუკა კაციტასევის და სავით და თუნდაც თქვენსავით ერკვევა ამ პროექტში. ეს საკმაოდ რთული თემაა, თვითმმართველობა ძალიან რთული რამაა და პარტიის რიგითი აქტივისტი ამაში ღრმად გასაგებია. მადლობა ქავტონ მანნა, ბატონ ზურია. და შევთავთითო სეპარატიზმის საფრთხე არ დევს ამ კანონპროექტს. ეხლა სხვებს დაველაპარაკებთ. ბატონ გიორგისთან ვიდრე გადავიდოდე, ბატონ ზურიაც მინდა ვკითხო ტონი, რომელზეც საუბრობს ახლა ქავტონი მანანა. ეს იგულისხმება, ის ალბათ გულისხმობს იმას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ნაკლებად იყო ჩართული ამ პროცესში, ამას საყოდურობენ აქტიურად და ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ემსგავსებითო ასე გეუბნებათ ახლა თქვენი ოპონენტი. პირველ რიგში ახლა ოპოზიციამ ხელისუფლებას საყოდური უნდა უთხრას, ამიტომ ოპოზიცია. ეს ერთი. მეორე ის არის, რომ უნდა გითხრათ, რომ ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მართლა ეს პროცესი. მამუკა აბულაძე, რომელიც არის რუსთავის საკრებულოს წევრი, დამეთანხმება, რომ რუსთავის საკრებულო ძალიან აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ამ პროექტის განხილვაში, რომელიც ქალაქ რუსთავში ჩატარდა მაგალითად და ვერც იმას ვერ იტყვის ვინმე, რომ მამუკა აბულაძე ან რუსთავის საკრებულოს წევრების უმრავლესობა არიან ჩვენი აქტივისტები, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების. ეს ასე არ არის და მე მინდა უბრალოდ საზოგადოება მიცოდეს, რომ მართლაც გამჭირვალედ რატომ აქვს ამის დეფიციტი ბატონ ზურია თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ გემდურებათ არასაპარლამენტო ოპოზიცია? მე კიდე ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ახლა ხელისუფლების კვანყოფილი არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იყოს, მაშინ რაღა ოპოზიცია არის. მაგაზე მე არ მერიულობ, უნდა გითხრა, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. სხვა თემა, მიმდენად მნიშვნელოვანია თვითონ ეს რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. სავსებით კარგად მესმის ძალიან საზოგადოების ყველა ფენის აქტიურობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპატრიარქოსი, ყველას კარგად მესმის და იმაჩნია, რომ ესეც უნდა იყოს. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, ძალიან კარგი პროცესია და როცა მიმდინარეობდა ჯერ კიდევ კონსულტაციები და აი რაიონულ დონეზე განხილვები ამ კანონპროექტის, მაშინაც ჩვენ ყოველთვის კომენტარებში ვამბობდით, რომ ეს თემა, როდესაც კანონპროექტის შემოვა პარლამენტში განსახილველად, იქნება ძალიან სერიოზული განხილვის თემა. ჩვენ თვეების განმავლობაში ვიხილავდით, უნდა გითხრათ, ბევრ კანონპროექტს პარლამენტში, ბევრჯერ აი მაგალითად შრომის კოდექსთან დაკავშირებით შემოვიდა, შემდეგ შევცვალეთ, შემდეგ კიდე გავითვალისწინეთ. ეხლაც ის ვარიანტი, რომელი ვარიანტიც არის შემოსული საქართველოს პარლამენტში. ეს არის მსხვილ შტრიხებში ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის სწორი, მაგრამ ყველა არგუმენტირებული შენიშვნის მისაღებად ვართ მზად. არ არის პრობლემა, კანონპროექტის განხილვა მოხდება კანონით დადგენილი წესით. ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვას დავიწყებთ მომავალი კვირიდან და მინდა ერთ რამესაც ხაზი გავუსვა, ხშირად ვრცელდებოდა, ახლა ამ ბოლო 2 დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს იმ აჟიოტაჟის გამო, რომელიც კანონს მოყვა, გადაიდო კომიტეტის ხდომა, რომელიც იყო პარასკევს დანიშნული და უნდა გაიმართოს შემდეგ კვირაში. მე მინდა ყველას უთხრა, რომ იმის გამო კი არ გადაიდო, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური რაღაცა ის არის, რა ქვია, გადაწყვეტილება იყო, რომ მოდი ეს გადავდოთ. არა, ხალხო, ჩვეულებრივი ამბავი იყო, ვერ ჩატარდა ამ კვირაში კომიტეტები უამინდობის გამო, ამიტომ შემდეგ კვირაში პარლამენტში კომიტეტებში იქნება ამ კანონპროექტის განხილვა. მინდა ხაზი გავუსვა და თქვა, ერთი წუთი მაქვს რეგიონებზე რო ვილაპარაკო, მაგალითად გუბერნატორზე რო ვილაპარაკო. კი, გაქვთ ცოტა მოგვიანებით თუ შეიძლება. აქვე მინდა უბრალოდ თუ შეიძლება გუბერნატორებთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო განმარტება. აუცილებლად, თუმცა ზურაბ ყმალძე ამბობდა მიღებულია გადაწყვეტილება არ ვიჩქაროთ, როდესაც საკომიტეტო მოსმენა გადაიღო, თქვენ თუ ამბობთ რომ გადაიდო. ახლა ისო წლები დაველოდოთ. თვითონ არის ურთიერთგამომრიცხავი უმრავლესობის წევრების განცხადება. არა, გააჩნიან, იმ რას ვამბობ. არ ვიჩქაროთ. არ ვიჩქაროთ. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ არ ვაპირებთ და ეს ქართული საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ ჩვენ თვითმმართველობის რეფორმას გავაკეთებდით მოკლე ხანში და ამ რეფორმის შედეგად ჩავატარებდით ახალ არჩევნებს. ამიტომ ახალი არჩევნების ვადა არის განსაზღვრული. ეს ჩატარდება ან მაისში, ან ივნისის თარიღი, თუმცა დაზუსტებული არ არის. დაზუსტებული, მაგრამ კანონმდებლობით არის განსაზღვრული და როგორც არის განსაზღვრული იმის მიხედვით მოხდება პრეზიდენტი დანიშნავს მაის-ივნისში სავარაუდოდ იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვჩქაროთ, მაგრამ თვითონ ისე კიდია ეს არჩევნების თარიღი, რომ ეხლა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ხომ არ დავასრულებთ კოდექსზე მუშაობას, ეს მერე თვითონ ეს პარტიები დარჩებიან უკმაყოფილო, რომლებიც ეხლა გეუბნებიან, რომ ვჩქაროთ. ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, ასევე ბატონ გიორგი, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა გაქვთ ესეთი არსებითი შენიშვნა ამ პროექტთან დაკავშირებით და კიდევ რატომ მოხდა პოზიციის ცვლილება თუნდაც წინა საარჩევნო კამპანიისას გამოქვეყნებულ დოკუმენტთან შედარებისას, რაც გამოიგოთ და თქვათ ბატონი დავითის მიერ მოხმობილი ციტატებით.
მოგესალმებით, მივესალმები სტუმრებს და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ ის არ ვიცი რა დავარქვა მას ბრალდება თუ რაღაც პარალელების გავლება სრულიად სრულიად უადგილოდ და სრულიად არაადეკვატურად იყო გაკეთებული, რადგან ერთადერთი მართალი რაც თქვა ბატონმა დავითმა ნამდვილად თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები, არა ისეთი მეთოდებით, როგორც იყო თქვა შემოთავაზებული 15000, სადაც ეწერა რომ 15000-იანი ქალაქი უნდა გახდეს თვითმმართველი, მაგრამ შეიძლება 15000-იც არ იყოს და მაინც გახდეს, აი ესეთი გაუგებარი ტერმინებით, თორე ამ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას სხვა რამ წარმოადგენს ამ შემთხვევაში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვერა და ვერ გავარკვიეთ და ვერა და ვერ ავხსენით და გავმარტეთ რა ელის მაშინ იმ სოფლებს და იმ რაიონებს, ასე ვთქვათ, რომელიც რჩება უკვე თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ. ეს არის ამ შემთხვევაში პრობლემა, ეს არ არის სეპარატიზმის თემას და დაქუცმაცების თემას მე აუცილებლად შევეხები. უბრალოდ ამან ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ არც ეს არ არის უმნიშვნელო თემა და რომელიც ასე ვთქვათ, მის ჩხმალი არის და რაღაც მეორე პლანზე გადასატანი. ისეთი პრობლემა დგას როგორი? თავარი არსი ამ თვითმმართველობის რეფორმის გატარებისა არის და რაც ხელისუფლებამაც გამოაცხადა, რომ მოქალაქეები დაუახლოვდნენ საშუალებას სერვისები უფრო იოლად მიიღონ იმ ადგილებზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. ხო? და ადამიანებს თვითმმართველ ორგანოებთან გაცილებით უფრო მეტი კავშირი ჰქონდეთ. აბსოლუტურად ბუნებრივი, აბსოლუტურად ლოგიკურია, ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმებით ამას და ეს არის პრინციპი ზოგადად თვითმმართველობის და აუცილებლობა. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რას ვიღებთ ახლა ჩვენ ამ ვითარებაში. არის ორი ვარიანტი. მაგალითად თელავი გამოვყავით თვითმმართველ ქალაქად. ძალიან კარგი, მაგრამ ხომ და მოვიფიქროთ, რას უკეთებთ დანარჩენ იმ სოფლებს, დიდ სოფლებს, მაგალითად წინანდალს, ნაფარეულს, თქვათ, კაბალს, რას უკეთებთ ახლა ამხელა, თქვათ, ჩვენ სოფლებს, ისინი იქნებიან ერთ მუნიციპალიტეტში გაერთიანებულები, რომელთაც ექნებათ ცენტრი თელავში და ვერანაირ სიახლეს ვერ მიიღებს და ვერანაირ გაუმჯობესება სერვისის კახეთში მცხოვრები ადამიანი, თუ თითოეულ მათგანს უკეთებთ მუნიციპალიტეტებს. ლოგიკურად, რა თქმა უნდა შეიქმნას თითოეულ მუნიციპალიტეტში, პატარ-პატარა მუნიციპალიტეტში ის თვითმმართველი ორგანო, სადაც ადვილად მოემსახურება, რომელიც ადვილად მოემსახურება იქაურ მოქალაქეს. მაგრამ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეს პროცესი ამ შემთხვევაში ესეთი დაჩქარებული წესი, და ბატონი დავითი იტყვის, ახლა ის გუშინაც აცხადებდა, რომ სწორედ თითოეულ ესეთ პატარა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ცენტრი, საკრებულოს შენობა და იქნება ახლოს მოსახლეობასთან. გასაგებია, ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, მაგრამ არა ორ თვეში და სამ თვეში. მაშინ, როდესაც ვერანაირად ვერ ასწრებს ხელისუფლება ეხლა თვითმმართველობის არჩევნებამდე ეს ცენტრები შექმნას, ვერანაირად ვერ ასწრებს იქ საკრებულოები წარმოადგინოს, ვირჩევთ, ანუ კანონს მივიღებთ, უბრალოდ მიიღებს პარლამენტი. ავირჩევთ წარმომადგენლობას საკრებულოებს მაგალითად წინანდალში, მაგრამ წინანდლის საკრებულოს წევრები სად იმუშავებენ, სად იხდებიან, სახლებში იქნებიან, თელავის საკრებულოს შეეკეთლებიან, ამაზე კაციშვილს პასუხი არ აქვს. 2015 წლიდან დაიწყება ელემენტარულად იმის საკითხების მოგვარება, რომელიც ამ საკრებულოებს, ამ ცენტრებს პრობლემას მოუგვარს. ანუ გიორგი, ერთ წუთით უნდა შეგაჩეროთ. 15 უნდა ყოფილიყო 17 თვითმმართველი ქალაქი, ხო? თავიდან. ეხა დავიდა 7 დაემატება არსებულს. ანუ რახან 7 დაემატება, ესე იგი დაახლოებით საშუალოდ 3-4 მუნიციპალიტეტი დაემატება თითოეულ თვითმმართველ ქალაქს გარშემო, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ 62-63 მუნიციპალიტეტი კი აღარ გვექნება 100, ან შეიძლება ცოტა პლუს მინუს 5, ხო? შესაბამისად 50 მუნიციპალიტეტის არასწორად დაითვალეთო. არა, რატო დავითვალე არასწორად? ეხლა ამ შემთხვევაში თუ 4 მუნიციპალიტეტი დაემატება, შუდი ხო გამოაკლდება ისევ. რაც გამოაკლდება? სადღაც გამოდის 75-77 ამ პირველ ეტაპზე, რაზედაც ახლა არა 75 და 77 გამოვიდა 80. მე დავთვალეს დაახლოებით თითოეულში. დავთვალეს საშუალოდ 3-4 მუნიციპალიტეტი დაემატება, ხო? შესაძლოა შეიძლება ეს იყოს 25, შეიძლება იყოს 30. აქედან გამომდინარე 100-მდე შეიძლება გამოვიდეს, ხო? 90-დან 100-მდე. შეიძლება თქვენს გეგმას მივხვდებით, ხო? მაგაზე არა ალაპარაკი, მაგრამ 10-ი წო დაემატოს. თქვენ ამბობთ, რომ ამას ვერ ასწრებთ ვერანაირად ამ შემთხვევაში დღეს ადგილობრივ არჩევნებამდე ამ ცენტრების შექმნას. შესაბამისად, სად უნდა იმუშაოს 1.5 წელზე მეტი კიდე ამ საკრებულოებმა, სადაც ფუნქცია რა უნდა კონდეთ, გაუგებარია. გასაგებია, მადლობა. არ უნდა ვიჩქაროთ. დაგიბრუნდებით, გიორგი. გიორგი, დაგიბრუნდებით. თუ არ ვიჩქარებთ, მაშინ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად ამას
ეს ყველაფერს გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს ეგეთი აი დაჩქარებული ტემპებით რაღაცა საოცარი სიჩქარით, მთელი წელიწადი ტყუილ უბრალოდ დავკარგეთ ამ თემაზე, შეგვეძლო გვესაუბრა ჯერ კიდე გაზაფხულიდან მოყოლებული, მაგრამ ფორს მაჟორულ ვითარებაში ეს იმისათვის კეთდება, იმიტომ რომ ბოლოს გითხრა, რომ რა ვქნათ, არჩევნები მოდის, დროში ვიჭედებით, ეხა არჩევნებია შესაძლებელი, საარჩევნო კოდექსიც არის მოსამზადებელი და გასაგებია. უკაცრავად, უნდა შეგაჩეროთ. სეპარატიზმი. რეგიონებზე ყოფილა თურმე ჩვენ სეპარატიზმზე მელაპარაკე. რაღაც წარმომადგენლობები. ბატონო დავით, საწაიგით რომ სამხარეო მოწყობას ვეხებით საერთოდ. ორდონიანი თვითმმართველობაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ საუბრობთ, რომ ამ შემთხვევაში უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული სოფლის მამასახლისი და ამას თავისი ფორმა აქვს და მე აღარ ჩავუყრობდები ამ დეტალებს თუ როგორ უნდა მოხდეს და როდის უნდა მოხდეს ეს ამას სალკე საუბრის თემა და ძალიან ძელი და დანარჩენი სხვა სტუმრებიც ყავს ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ ცოტა ხანი შეჩერდეთ გიორგი უკაცრავად ბატონ დავით მე მინდა ერთი რამე შეგახსენოთ რა როდესაც აი ესეთ მანიპულირებული სეპარატიზმის საფრთხეზეც მელაპარაკეთ რა სეპარატიზმის საფრთხეს ქმნითო დამიდასტურეთ ხო თქვით არა აუცილებლად აბა მითხარი როცა გიორგი თარგამაძე ორი თვისი ამბობდა რომ ძალიან კარგი ასოცირებული საკრებულო ხარეშია. კი ბატონო მე ხედავ. აბა მითხარი სეპარატიზმის სად არის თქვენი ხმა და ესე ნაწილ-ნაწილ ვიგებ თქვენ სეპარატიზმი და ვერ გაიგებთ ვერაფერი ერთი წუთი. უკაცრავად ცოტა ხნით შეჩერდეთ გიორგი ერთი წუთი გავჩერდეთ უკაცრავად მოვისმინოთ ბატონ და ბრძანეთ თქვენი პოზიცია და შემდეგ დავუბრუნდეთ. გიორგი თარგამაძის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო რომ საჭირო არის სულ 250-მდე მუნიციპალიტეტი და ორდონიანი თვითმმართველობის შემოღება საჭირო. მეორე დონეზე უნდა შეიქმნას ასოცირებული საკრებულოები, რომლის წევრებსაც დააკომპლექტებენ პირველი დონის თვითმმართველობის საკრებულოები. ჩვენ ზუსტად ეს გვეწერა, ამას ვაკეთებთ. საკრებულოები საკუთარი შემადგენლობიდან აირჩევენ წარმომადგენლებს იმ სამხარეო საკონსულტაციო ორგანოში იქნება ასოცირებული საკრებულოები. ამას ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებთ, ანუ ჩვენ და ქრისტიან დემოკრატები ორი თვის წინ ყოფილვართ ერთ პოზიციაზე. აი ამჟამად ბატონი გიორგი ამბობს რომ არის სეპარატიზმის საუბარი არ ყოფილა ქრისტიან დემოკრატების მხრიდან. არავის სად არის სეპარატიზმის საფრთხე არის კითხვა თუ შეიძლება კონკრეტულად გაეცემა. საკეთს მე გეტყვი ძალიან მარტივად რაში მდგომარეობს და რაში მდგომარეობს ეს. იყო სეპარატიზმი ძალიან მარტივად. მე გეტყვი ძალიან მარტივად. საქართველოში დღეს სამწუხაროდ მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც ძალიან დაბალ დონეზე აქვს გაიგივებული თავისი მოქალაქეობა საქართველოსთან. ის არ განიცდის თავს საქართველოს მოქალაქედ. მე პირდაპირ დაგისახელებთ ორგანიზაციას, რომელსაც არაერთი განცხადება გაუკეთებია და მოთხოვნა დაუყენებია ამ 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ის აი დამოუკიდებელი საქართველოს შემდეგ ის განსაკუთრებით გააქტიურდა, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ორგანიზაცია ჯავახკი მაგალითად, რომელიც აცხადებს, რომ ჯავახეთის ხან ავტონომიას ითხოვენ, ხან ჯავახეთის როგორც რეგიონის ჩამოყალიბებას ითხოვენ, მაგრამ ყოველთვის იღებენ ერთ და იგივე პასუხს. რომელ რეგიონზე, რომელ ავტონომიაზეა საუბარი, როდესაც საქართველოში სამხარეო მოწყობა არ არის, როდესაც საქართველოში ამ შემთხვევაში არავითარი რეგიონალური მოწყობა არ არსებობს. ამიტომ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტები, არის ეს ერთდონიანი მიმართულება. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ მათ შევთავაზებთ და ვეტყვით, რომ რაღაცა წარმონაქვს რეგიონის დონეზე, ქმნით წარმომადგენლობით და ამას ისინი აუცილებლად თავისთავად დაარქმევენ ამას, ან რეგიონის პარლამენტს, ან რეგიონის სათათბიროს და ასე შემდეგ. ეს მეორე საკითხია. ორი თვისინ არ იცოდით? მაკამაჩი არ შემოვა. სამხარეო დონეზე არავის არ საუბარი ყოფილა. ბატონ დავით, უტრირებას ნუახდეთ. სამხარეო დონეზე არავის არ ეთანხმებით გიორგი თარგამაძის საუბარი. საწაიკითხეთ, ის რომ ჩვენ სამხარეო დონეზე სამხარეო ადმინისტრაციას მადლობა, გასაგებია თქვენი აზრი. 2004 წელს, მეგობრებო, 2004 წელს. აი ეს კი პირდაპირ პროპორციულად შეგიძლიათ და მოუძებნოთ 2004 წლის 30 ივლისის 22 საათის გაზეთში. სადაც პირდაპირ საუბრობენ რესპუბლიკელები იმაზე, რომ საქართველოს აფხაზეთის დასაბრუნებლად ამისათვის ქართლის, კახეთის, იმერეთის კვაზი დამოუკიდებლობები უნდა გამოვაცხადოთ და მე ერთად გავერთია. ტყუილია? არის ესე? რა თქმა უნდა, შავი თეთრზე წერია. ორი თვისი გიორგი თარგამაძე რო ამბობდა, არც აგიკითხავს.
ეხლა რო გვეუბნები არ შექმნათ ისო, რასაც თქვენ თვითონ ითხოვთ. და პარალელურად ამბობთ. დონეზე რასაც პარალელურად მოთხოვნა სეპარატიზმის საფრთხეა. რეგიონის დონეზე ეს არის პასუხი. რეგიონის დონეზე არავითარი თვითმმართველობის მოთხოვნა არ ყოფილა. მადლობთ, ბატონო მამუკამინდა ჩართო დისკუსიაში. დონეზე სამხარეო თვალსაზრისით მოწყობის თვალსაზრისით არავითარი ინიციატივა და არავითარი წარმომადგენლობის, არავითარი არჩევითი ორგანოს შექმნა საუბარიც არ ყოფილა. არის საუბარი პირდაპირ წესით არჩეულ მამასახლისებზე და მუნიციპალიტეტებზე და გაცილებით გაზრდილ უფლებამოსილებებზე ამ შემთხვევაში მუნიციპალური საკრებულოებისა. გიორგი დავსვათ წერტილი, მადლობა ბატონ ჯონდის დაუბრუნდებით ცოტა ხანში ისიც გველის, თუმცა ბატონი მამუკა თქვენ არ მოგწონთ ეს პროექტი. თქვენ ხართ თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. მრავალი წლის განმავლობაში ალდებნებთ თვალს ამ პროცესს, რეფორმის პროცესს, რომელიც ვერადავერ დასრულდა. რა არ მოგწონთ მართლაც და თქვენც ხედავთ სეპარატიზმის საფრთხეს ამ პროექტში? პირველ რიგში მოგესალმებით. ახლა ხედავთ, რომ თავიდანვე დაიწყო ამ რეფორმაზე მსჯელობა. ამ წლების განმავლობაში მე ახლა არ ვლაპარაკობ, თითქმის 20 წელიწადია, მაგრამ მიდის მსჯელობა ყველასთან პარტიებს შორის, მაგრამ არავინ არ ეკითხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ეს არის მნიშვნელოვანი. აქ მინდა ხაზი გავუსვათ, დიახ, იყო შეხვედრები რეგიონებში, რეგიონალური შეხვედრები იყო, მაგრამ ასევე იყო სერიოზული კითხვები მუნიციპალიტეტების მხრიდან რეფორმის ავტორების მისამართით, მაგრამ როგორც წესი, საერთოდ ამ შეხვედრებზე გასდევდა ესეთი ლეიტმოტივი, რომ კარგი განზრახები, მაგრამ შიგნიას ყველაფერი, ასე ვთქვათ, არ ეტო. ჩვენ პირველ რიგში რეფორმის წინააღმდეგი არ ვართ, ეს მინდა ყველამ გაიგოს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 2004 წლიდან 2005 წლიდან უკაცრავად არის საქართველოს მიერთებული ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის რეგიონალური ქარტიას და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავიცვათ ამ ქარტიის, ასე ვთქვათ, პუნქტები. ამ შემდგომლობაში ეს როცა რეგიონალური, ასე ვთქვათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირია ფაქტურად ეს რეგიონალური სათათბიროები, მას ასე ვთქვათ, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ჩამოსატანი თემა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების საქმე, თუ ადგილობრივი თვითმმართველობაში უნდა იყოს, იქ არანაირი, ასე ვთქვათ, დანიშნვის საკითხები არ უნდა იყოს, ეს ჩვენ მთელი ხნის განმავლობაში აჭარასთან დაკავშირებითაც ქონდა ეს პრობლემები. მეორე საკითხი, რაც შეეხება თვითონ მუნიციპალიტეტების, ასე ვთქვათ, დანაწევრებას, ანუ მრავალი მუნიციპალიტეტების შექმნას, პირველ რიგში ამ ქარტიის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს პირველ რიგში უნდა ვკითხოთ მოსახლეობას, რამდენად სურს ამ ადამიანებს გაერთიანდნენ ამა თუ იმ თემში. მოსახლეობასთან კითხვების დასმის რა პროცესი არსებობს? მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ რამოდენიმე მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს, ან გამოიყოს მუნიციპალიტეტი, ქალაქი ან რაიმე შეიქმნას და იყოს მუნიციპალიტეტი. თქვათ, მაგალითად, აი თეთრი წყარო არსებობს, მაგალითად, ამ მანგლისი არსებობს. თავისუფლად შესაძლებელია დღეს გაჩნდეს მაგლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად. ეს პროცესი, რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გამსხვილება, მუნიციპალიტეტების, ასე ვთქვათ, დანაწევრება თუ სხვა რამ, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გასავლელი. ამას რამოდენიმე წლის განმავლობაში უკვე ევროპაში როგორც წესი წვრილი პატარ-პატარა მუნიციპალიტეტები არსებობს და მთელი რიგი ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს პროცესი, ასე ვთქვათ, გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უკვე ცაიტნოტში ვარდებით, იმდენად ამდენად ფაქტურად 5-6 თვე არის დარჩენილი კანონის მიღებამდე და გარკვეულწილად უნდა გადაეგზავნოს ევროპის საბჭოში, მოვიდეს იქიდან დასკვნა, ვენეციის დასკვნა და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჩვენ რამდენია დარჩენილი? 6 თვე ფაქტურად არჩევნებამდე. კანონის მიღებამდე თქვენ. ეს არარეალური დროა, ბატონო. რა თქმა უნდა, როგორც წესი ევროპულ ქვეყნებში ევროპული სტანდარტი არის მაქსიმუმ 9 თვე, მით უმეტეს, როცა ჩვენ სხვა მუნიციპალიტეტ, ანუ ახალ მუნიციპალიტეტებს და ბატონო მამუკა, რაც ყველაზე მთავარია უკაცრავად დავასრულებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რეფორმის გაგრძელება, მაგრამ აუცილებელი არის, რომ ეს კონსულტაციები, ასე ვთქვათ, გაგრძელდეს არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას მივესალმებით, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობას. ჩვენი მხრიდან როგორც ასოციაციამ ხაზს უსვამ წინა წლის ნოემბრიდან ნარმანიასთან შენგლერში ქონდა შეხვედრა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაკაკუნებდით ამ კარებზე და მხოლოდ 11 ნოემბერს ახლა გვაქვს მიღებული, ასე ვთქვათ, წერილი მათგან. პირველი მოწვევა? არა, წერილი გვაქვს მიღებული ახლა მხოლოდ ის, რომ ისინი გახსნილები არიან სათანამშრომლოდ. გარკვეულწილად აქ დარღვეული არის მთავრობის მიერ მიღებული, ეს პარლამენტში შედის მთავრობის მიერ
ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ორშაბათს გავასაჩივროთ თავრობისას გადაწყვეტილება, ვინაიდან რადგანაც კანონში წერია, რომ როცა საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს, ეს უნდა იყოს იმ ორგანიზაციასთან გავლილი, რომელიც საერთოდ და მოკლედ სეპარატიზმის საფრთხე არსებობს. სეპარატიზმის საფრთხესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ, ჩვენ არ უსმევთ ამას, არანაირად არ განვიხილავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არ უნდა იყოს ხას უსმევ ამას. უბრალოდ მაგალითად მოყვა ძალიან მარტივი, მე რომ ბევრად გადაღავ პოლიტიკოსების ბრძანდებით 1999-90 წლებში მე მაშინ აქ საქართველოში არ მყოფობოდი. ძალიან უმნიშვნელო და უფუნქციო და არაფრის გადამწყვეტელი ორგანო იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. და საერთოდ არაფრის გადაწყვეტის უფლება მას არ ქონდა, მაგრამ მიიღო რაღაც უმნიშვნელო გადაწყვეტილება, რომლის გამოც დღეს უკვე 40 კილომეტრში, ასე ვთქვათ, მავთუხლართები გვაქვს საქართველოში. ქაუტონინო, არასამთავრობოებმა გამოთქვით თქვენი მოსაზრება, თუმცა ძირითადად პროცესთან დაკავშირებით თქვენ თხოვეთ ამ გადაწყვეტილების მიმღებებს, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს ნაკლებად გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია ამ პროცესში და წავიდნენ წინ. ამის გამო არ შეფერხდნენ, რაღაც ესეთი კონტექსტი იყო, ხო, თქვენი განცხადების. დიახ, მე შეგახსენებთ იმ განცხადების შინ არის მაშინ არ იყო კონკრეტულად დაკონკრეტებული თუ რა თემასთან რა იყო საპატრიარქოსთვის კონკრეტულად მიუღებელი. ხა რამოდენიმე დღის შემდეგ გამოიკვეთა, რომ საუბარია იმ რეგიონალური ტიპის წარმონაქმნებზე, რასაც ითვალისწინებს კოდექსი. როდესაც მსგავსი განცხადება გაკეთდა, ავტომატურად, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნეგატიური განწყობა ამ რეფორმის მიმართ. ჩვენ რაც ძალიან გვაწუხებს და მე რაც ძალიან მაწუხებს არის ის, რომ თუ კი ჩვენ მართლა ძალიან დაჩქარებული ტემპებით არ მოვახდინეთ ცალკეული მართლა პოზიტიური სიახლეების განხილვა, რასაც კოდექსი გვთავაზობს, მაშინ მივიღებთ იმას, რომ მაისში ჩვენ გვექნება იგივე საარჩევნო სისტემით არჩევნები იმავე მოწყობით, თვითმმართველობის მოწყობით, როგორც გვაქვს დღეს ჩვენ თვითმმართველობა. მე მგონი ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, ის რაც გვაქვს ჩვენ, ეს არის ნამდვილად ძალიან ცუდი. საპატრიარქოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა თქვენი აზრით პრობლემას ქმნის. აქ ესეა განხილული თემა, პატრიარქი საქართველოს მოქალაქეა და მას რა თქმა უნდა გაპოზიციის პოზიციის გამოთქმის. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ დაობს. აქ საუბარი იყო იმაზე თუ თქვათ პატრიარქი ამბობდა, რომ ეს რეფორმა და ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს დაშლას, რომ საპატრიარქო არ შეეგუება ამას. ასევე აქცენტები კეთდებოდა განცხადებაში იმაზე, რომ არ არის საჭირო რაღაცა რგოლების ადგილობრივ საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ადგილზე პრობლემები, რაც თავისი არსით ეს არის თვითონ როგორ ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ მიმართული განცხადება და როდესაც ესეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორც არის პატრიარქი, მსგავს განცხადებებს აკეთებს, ეს რა თქმა უნდა საზოგადოების უნდობლობას იწვევს თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის რეფორმის მიმართ და ჩვენი მოტივი არის ის, რომ განხორციელდეს ეს რეფორმა, რომელიც ჩემი აზრით საერთოდაც არ არის რევოლუციური, პირიქით ძალიან მოკრძალებულია ჩემი აზრით და ბევრი რამ რაც შეიძლება რომ გათვალე გარდამავალ ტიპის კანონმდებლობას ვუწოდებდი ამას, იმიტომ რომ რაღაცა ნიუანსებს გვთავაზობს სიახლეს, თუმცა არ ძალიან თამამს. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის განცხადებებით კი არ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი და რაღაც დაბრკოლებები გავაჩინოთ, არამედ პირიქით უნდა ვეცადოთ რომ დროულად იმ რაღაც პოზიტიურ სიახლეებზე მოვახდინოთ დისკუსია და რაც შეიძლება მალე მიიღოს პარლამენტმა, მაგალითად სისტემასთან დაკავშირებით დღესაც კი არ არსებობს დაწერილი ვერსია იმისა, ანუ ინიცირებული კანონპროექტი, როგორი სისტემით ჩატარდება მაისში არჩევნები. და მე ვფიქრობ, რომ დღეს პარტიებს ეს უნდა აწუხებდეთ ყველაზე მეტად და ამაზე რატომღაც საერთოდ არ კეთდება აქცენტი. ასევე თქვათ, იგივე თვითმმართველი ქალაქების შექმნა პირდაპირი არჩევა, თქვათ, აღმასრულებელი ორგანოს წევრების ეს იყო ძალიან მთელი წლების განმავლობაში ჩვენი მიზანი და როდესაც დღეს ამაზე არის საუბარი და როდესაც ხედავთ, რომ გარკვეული განცხადებებით შეიძლება საფრთხე შეექმნას საერთოდ აი ამ კანონპროექტის მიღება არ მიღებას, რისი რისკიც დავინახეთ ჩვენ იმ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნებოდა უარყოფითი. მადლობთ, ბატონო, რისკის ქვეშ არის დღეს ამ კოდექსის გატანა. აი ფაქტია, რომ პატრიარქის გამოხმაურების შემდეგ ეს თემა ძალიან გააქტუალურდა. ყურადღება მეტი მიექცა. ეს პროცესი წაადგება. გააქტუალურდა, ძალიან კარგია, რომ ესეთი კითხვები ისმის, იმიტომ რომ მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს ნამდვილი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად სეპარატიზმთან დაკავშირებით, მაგალითად რეგიონალურ მოწყობასთან დაკავშირებით. არავითარი რეგიონალური მოწყობის სქემა ამ კოდექსში არ დევს. გუბერნატორს ნიშნავდა პრეზიდენტი
ეხლა ნიშნავს პრემიერი. გუბერნატორი არ იყო, წმუნებული იყო მუნიციპალიტეტებში. ხო. მუნიციპალიტეტებში არ გეუბნები მე. მუნიციპალიტეტებში იყო წმუნებული ბატონო. არა, სადაც იყო? მე გუბერნატორზე ლაპარაკობ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შემოდის მხარე უკვე ბატონო დავით. არა, გუბერნატორზე ლაპარაკობ. გუბერნატორი ჩვენვედა უკაცრავ დიდი ბოდიში, მაგრამ მინიშნებული იყო მაგალითად პრეზიდენტის რწმუნებული გურიის სამ მუნიციპალიტეტში და დღეს ჩვენ ვიძახით რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება გურიის სახით. ამაზე ლაპარაკობ. გუბერნატორი ისევ იყო. გუბერნატორი იყო ისევ მაგრამ ეს ჩვენ ვიძახთ გურიაში თორე ახლა უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირია გურია ფაქტიურად. თემა ცენტრიდან ინიშნებოდა, ახლა ინიშნება რა არა. აპატიად რა არა. თუ შეიძლება რა. არავით არის რეგიონალური მმართველობა ამ კოდექსით არ შემოდის. თვითმმართველობა მით უმეტეს არ შემოდის. ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით აქვს განსაზღვრული თავისი ფუნქციები საკმაოდ მკაცრად. ეს ფუნქციები ჩამონათვალია პირდაპირ კოდექსში, ნინო მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ. ამ ჩამონათვალში წერია რომ პროექტების რეგიონალური პროექტების რეგიონალურ სამბობის სამხარეო ან მუნიციპალიტეტთა შორისო პროექტების განხორციელებისათვის არის ეს გუბერნატორი. აქ თავისი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც არის არჩეული საკრებულოებიდან წარმომადგენლობითი ორგანო, საიდანაც ამ და რა ფუნქციები აქვს, არ გაინტერესებს? აქვს ფუნქცია რომ რაც არის ავტომობილო გზები, ამის მოულაპატრონობას გაუწიოს კურირება, მყარი ნარჩენების, ანუ ნაგვის გადამუშავებისა და უტილიზაციის თემები, კანალიზაციის ერთიანი უტილიზაციის თემები, არის თემები, რომელიც დავუშვათ საერთო ბიბლიოთეკებს, ეს არის თემები, რომელიც არის მე ვიტყოდი რომ მე მინდა მოსახლეობამ გაიგოს ეს ლაპარაკი. ეს არის თემები, რომელიც არის სუფთა ტიპის რაღაცა კომუნალური, მენეჯერული თემები, რომლითაც არის დაკავებული ეს ადამიანი. თუ კი ამ საკონსულტაციო საბჭოს მის პროექტების განხორციელებასთან, ამ პროექტების დამტკიცებასთან დაკავშირებით უჩნდება რაიმე ტიპის წინააღმდეგობა, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს მთავრობა. ამიტომ რეგიონალიზმი, რეგიონალური მოწყობა, თემები, ეს თემები ამ კანონ პროექტში არ არის არავით არის საფრთხის შემცველი. ამაზე ლაპარაკობ. მე მინდა უბრალოდ ყველა ვინც არის დაინტერესებული იმითი თუ რა ტიპის ფუნქციები აქვს ამ პერსონას, რომელსაც პირობითად ვეძახით გუბერნატორს. ნახოს კანონ პროექტში. ასე გებია, მადლობთ ბატონ ჯონდი, მინდა შემოვიყვანო დისკუსიაში დიდი ხანია გველის რა არ მოგწონთ ბატონ ჯონდი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნინო, მე მინდა თქვა რომ კანონის ორი ნორმა მართლაც ქმნის სეპარატიზმის საფრთხეს და მინდა ვიყვარო რამდენიმე მყარი არგუმენტი ამისი და მინდა გავიხსენო გასული საუკუნის 20-იანი წლები, როცა ქვეყანას მართავდნენ ბოლშევიკები და მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ფილიპე მახარაძემ, მიხა ცხაკაიამ, ბევრი სხვა იყო აქ ამაში ჩართული, მაგრამ მათი ლიდერი მაშინ სერგო ორჯონიკიძე იყო. ჯერ გააჩუქეს სოჩი, რუსეთს აჩუქეს კახის და ზაქალათაას რაიონი, აჩუქეს აზერბაიჯანს და შემდგომში შექმნეს სამი რეგიონი, სამი ავტონომიური წარმონაქმნი საქართველოში და ორი აქედან უკვე დაკარგული გვაქვს. სამხრეთ ოსეთი, როგორც მაშინ ესენი ეძახდნენ, სამაჩაბლო და აფხაზეთი და მესამეს აჭარას ძალიან აქტიურად გვედავებიან დღეს თურქები და ბატონ ჯონდი, ან თქვენ მოდით დავაზუსტოთ, აღიქვამთ რომ ავტონომიებს ქმნის ახლა რეგიონების სახით დავასრულებ. შემდგომ მე დამასრულებია შემდგომში 2008 წელს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როცა რუსეთმა აღიარა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ასე იგი სუვერენიტეტი და დღეს როცა ეს მავთულხლართები იბმება არც ერთხელ არ გაშუქებულა რა საზღვრებში ავლებენ მავთულხლართებს რუსები. ზუსტად იმ საზღვრებში, რომელიც სააკაშვილმა, როცა კოკოიტი ფანდარასტის პროექტის განხორციელება დაიწყო, მოაქცია სამხრეთ და აღადგინა, მაშინ თუ გახსოვთ თქვენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დაარქვა ისევ. სწორედ იმ საზღვრებში ცდილობენ ახლა რუსები მოაქციონ სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. ახლა რატომ მოიყვანე ეს მაგალითები? ახლა რა შემოაქვს დღევანდელს, აი ჩემის აზრით, მენტალურ შთამომავლებს ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის. ისინი ბატონ დავით, შთამომავლები ხართ ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის, ამას ბატონზე. ცოტა მეგონა ცუდად გისმენდნენ და მინდა რომ მივაწოდო ინფორმაცია. მქონდა ლაპარაკის და მე დარწმუნებულად მისცემ. ეხლა რას გვთავაზობენ? ნახეთ. მოიკლები დარწმუნებული. ზოგიერთი მუნიციპალიტეტები უნდა დაიშალოს
ასე იგი რამდენიმე ზოგიერთი რაიონი, რამდენიმე მუნიციპალიტეტად მე მაგალითისთვის მინდა მოიყვანო ბოლნისის რაიონში ერთადერთი სადაც ქართველები ცხოვრობენ არის ქალაქი ბოლნისი. არც ერთი სოფელი მის ირგვლივ ქართული არ არსებობს. შესაბამისად, ერთის თუ ჩვენ მივიღებთ ეთნიკური ნიშნით დაყოფას და მუნიციპალიტეტების შექმნას, თუმცა 10 თუ 3 და 4 მუნიციპალიტეტ შექმნიდან 5, ერთი იქნება ქართული, 4, 3 ან 4 იქნება ასე იგი ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით შექმნილი მუნიციპალიტეტები. შემდგომში, როგორც თვითონვე აცხადებს, აი ამ თქვა თელავის დასახელებებს თუ ავიღეთ, ყარაჯალის მუნიციპალიტეტი, იორმუღანლოს მუნიციპალიტეტი, აი ესეთი დასახელების მუნიციპალიტეტებისაგან შეიქმნება რეგიონალური ასოცირებული საკრებულო, რომელიც დანიშნული პირები კი არ იქნებიან, არჩეული პირები იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით და კიდე თუ გავიხსენებთ რესპუბლიკური პარტიას ბოლოდროინდელ ინიციატივას, რომელიც ახალქალაქის ფრაქცია რესპუბლიკელების საკრებულო გამოვიდა ამ ინიციატივით, თუმცა მე პარლამენტის თავმჯდომარე ღია და აშკარა საკმაოდ უტიფრად ხალხს უჭერდა ამ ინიციატივას, რომელიც ეხება რეგიონალური ენების სტატუსის მინიჭებას, ეთნიკური უმცირესობების ენებისთვის, ჩვენ მივიღებთ წარმოიდგინეთ ეთნიკური ნიშნის შემდგარ რეგიონს, დავარქვათ როგორც თვითონ ბერძენიშვილი ამბობს, როგორც ასოცირებულ საკრებულოს, რომელსაც ასევე ექნება რეგიონალური ენა. ეხლა მე მითხარით რა აკლია აი ამას სეპარატიზმამდე. აკლია რამდენიმე ტუტუსი და ტუტუსი რამდენიც გინდათ გამოჩნდება, რომელიც აძლევდა რაღაცა სახლის თუ მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე დაარჩევს რაღაცა ქვეყნის დროშას და გამოაცხადებს, მოითხოვს დამოუკიდებლობას. მერეც გამოჩნდებიან ნინო გრანტი ყლაპია პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შემდგომში დაიწყებენ რა თქმა უნდა გამოსარჩელებას და იმის მოთხოვნას, რომ ამათ უფლება აქვს თავისი აზრის გამოთქმა და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ქვეყნის და თუ გნებავთ ცოტა უფრო ადრე წარსულში გადავინაცვლოთ, როცა ჩვენ ქონდა გურიის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო, იმერეთის სამეფო, კაკარკა და როგორ ექცეოდნენ ეს წვრილ თუ მსხვილი ფეოდალები ერთმანეთს და როგორ ერთმანეთთან კინკლობაში იყვნენ გადაგებული. მე მგონი ძალიან შორს მიდივართ ბატონო ჯონდი, თუმცა მიცეთ პასუხის საშუალება თავარი გადაწყვეტილების მიღებებს. მე დავასრულებ და ესე იგი თავს თუ კი არ ჩამithრიეს ახლა დებატებში არ შეგანწყეთ. საკითხი ეხება სანამ ჩვენ შინაარსობრივ განხილვაში შევიდოდეთ, ჩვენ ძალიან კორექტულად, გასაგებად ვითხოვდით დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. განცხადებად გავაქცევთ, ვითხოვდით რომ მოდით ნუ შევალთ ესეთ საინფორმაციო ველში დებატებში, დავწდეთ რვალ მაგიდასთან და ერთმანეთთან ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე. პასუხი რა მივიღეთ? ისეთი ქედმაღლობა რაღაცა პროცენტების დაანგარიშება, რომ ვიღაცამ დაბალი პროცენტი აიღო, ვიღაცამ მაღალი პროცენტი აიღო. ეხლა საუკუნის დასაწყის ისევ გავიხსენებ და აკაკი წერეთელმა თავის მშობლიურ საჩხერეში არჩევნები წააგო ტყიბულელ მუშასთან, რომელიც გვარი იყო ძალიან უცხო გვარი ქონდა, გვარი კოროჭი. ეხლა ამით არც აკაკი წერეთლის მნიშვნელობა დამცირდა საქართველოს და არც კოროჭების. ეხლა რას ამბობთ თქვენ ბატონ ჯონდი, რომ თქვენ რაღაცა ანალოგიურ კატეგორიაში ხართ? არც კოროჭის გზაზე გაუგზელებია მე საქართველოს სვლა და ეხლა თუ ძალიან არ დაინტერესდება ადამიანი, ბევრმა არც ეს კოროჭის გვარი ის მე სხვადასხვა ამ გვარს მე გვარი ქართველები ყოფილა ძალიან უცხო გვარია. ეს მე ისე თქმა მინდა რომ ვიღაცამ რომ არჩევნებში ვიღაცამ პროცენტი აიღო, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე გაიფხოროს და რაღაცა ქედმაღლურად ასე იგი ილაპარაკოს და ცინიკური განცხადებები აკეთოს. აი ძალიან კარგი მაგალითი არის მაგათად აი როცა ადამიანს წარმატება აქვს, შეუძლია წარმატება გამოიყენოს საქმის საკეთებლად და შეუძლია ესეთი ქედმაღლობისთვის გამოიყენოს. აი ნარმანია რომელიც ძალიან კარგი წარმოუდგენა მქონდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან ჩუმი კაცი იყო, საერთოდ ზოგს ლაპარაკი თუ იცოდა, ის არ ეგონა, იმდენად წყნა არა, ზრდილობიანად გამოდიოდა ყოველთვის. მაგრამ ნახეთ როგორ შეიცვალა მისი ტონი, როცა ის მინისტრი გახდა, როცა ბიზინა ემანიშვილის 7 მილიარდ ზურგს უკან ამოეფარა. როცა ჩვენ მოუწოდეთ ნარმანიას დიალოგისკენ, მივიღეთ ჩეთი მუქაჩი ვის ხედავთ თქვენ ამ სტუდიაში ან სტუდიის გარეთ, ხა ნარმანიასი რო ეშინოდეს რა. სად დაგემუქრათ ბატონ ჯონდი, როდის დაგემუქრათ? მე არ და მე ვერც დამემუქრება რაღაც. აბა ვის დაემუქრა? ჯერ ამ ტონში დაიწყო ლაპარაკი, ეხლა რა ყველასთან ხო არ დავილაპარაკებ და მე რაღაცა განცხადებას რაღაცებს დავასახელებო. ხა სერიოზულად ნარმანიას ასუსმენდი და დეტალებში არ ჩავწდომილვარ. მოკლედ ვიდრე არ ლაპარაკობ და მოგწონდათ, ეხლა როცა საუბარი დაიწყო აღარ მოგწონთ ასე გამოდის. ლაპარაკობდა, მაგრამ დილობია. თუ მიიღო და მომწონდაო, მაგრამ ახლა აღარ მომწონს. ის 9 წელი ეს იმერულ ესკიზებში რო არის
პედაგოგიურობა 5 წელი ხმარო არ მოგიგია ბოლომელს. ის 9 წელი ჩუმად იყო და ეხლა პირველი ხმა მოიყო და მანდამაინც გონოლით ილაპარაკოს და პატრიარქს ესე იგი განცხადება გააკეთოს, რომ პატრიარქი ზედაპირულად ლაპარაკობს და ნაჩქარებ განცხადებებს აკეთებს, რომ ეს აჩვენებს იმას, რომ თურმე მისი ზრდილობა წარსულში იმის მაჩვენებელი კი არ იყო შინაგანი კულტურის და შინაგანი ზრდილობის, და იმის მაჩვენებელი თავი არ ქონდა ლაპარაკის. ეხლა როცა გადიდგულდა და მინისტრი გახდა რაღაცა სულს უკან მილიარდები იგზავნა. აღარ არის ჩვენთან ამ წუთში ბატონი ნარმანი, ვერ გიპასუხებთ, ამიტომ მინდა რომ პერსონალურად მისი კოლეგა, რომელიც ძალიან აუგად მოხსენიებისგან თავში კარგად გთხოვთ. იმ განსხვავებით, რომ ჩვენი კოლეგა ხემს 9 წლის განმავლობაში ისიც ლაპარაკობდა სხვათა შორის. როცა მე მინდა გავიხსენო მოკლედ ბატონ ჯონდი, ცოტა დრო გვაქვს. კი, ძალიან მოკლედ. რეპლიკა პრაქტიკულად საგურამოს დოკუმენტს როცა ჩვენ ყველამ ერთად ხილავთ, მას შემდგომ რესპუბლიკელები გაიქცნენ კოალიციიდან, რა ძალიან კარგად გამოიყენა ვარო მენაბიშვილმა და სააკაშვილის კრიმინალურ ბანდამ და ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა მნიშვნელოვნად შეასწრეთ. ახლა მარტო რესპუბლიკელების გაქცევამ ეს არ განაპირობა ეს ბევრი სხვა ძველი ამბავია ბატონ ჯონდი. ძველი ამბავი გაიხსენა ახლა ბერძენიშვილი, მაგრამ ხო საგურამოს დოკუმენტი გაიხსენა. ერთი საწერია საგურამოს დოკუმენტში, რომ ჩვენ რეგიონალიზაციის გზით უნდა წავსულიყავით. ასე გებია, მადლობა. ვიდეო საშუალება გამოხმაურების დავით ბერძენიშვილს. რესპუბლიკელების გარდა არც ერთ ეროვნულ პარტიას არ ქონდა ილუზია, რომ შეიძლება ქვეყანაში ჩვენ რეგიონები. მადლობთ. გაქტოვებთ, ვიცი რომ გამოხმაურება მოგინდებათ, შეგიძლიათ გამოხმაუროთ ბატონ დავით. ბრძანეთ. ცირე რეპლიკა და შემდეგ უფრო არსების საკითხებზე მინდა ვისაუბრო. ბატონ ჯონდის მდიდარი გამოცდილება აქვს პარტიაში ყოფნის, მათ შორის ასანაბაისის აღორძინებაში რამდენიმე წლიანი საქმიანობის, ასე რომ ეხლა აჭარაშიც თუ საიდანვე პრობლემა იყო, ეხლა მას ჰქონდა ეს ურთიერთობები და სეპარატიზმის პრობლემას თუ ხედავს ახლა, მაშინ არ ხედავდა ესე, რაც შეეხება ამას საგურამოს დოკუმენტი, აგერა მაქვს საგურამოს დოკუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო მაშინდელი ეროვნული საბჭოში ოპოზიციის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიცვალოს რეგიონების არჩეული ორგანოებით და მაშინ ამას ხელს ვაწერდით იმ გაერთიანებაში ყოფი ადამიანები. ახლა რაც შეეხება სეპარატიზმის დასაბუთება, რაც წარმოგიდგენა ბატონმა ჯონდიმ, სეპარატიზმის შესაძლებელი სეპარატიზმის